Განცემა მონეტიზაცია ბრუნდება პირდაპირ ეთერში და ახლა გამოშვებას ვაგრძელებთ კიდევ ერთი ჩვენი პარტნიორის ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკით, რომელსაც დღეს ვაკო ყორღანაშვილი გაუძღვება. ძალიან საინტერესო სტუმარი ეყოლება ვაკოს. ვაკო, მოგესალმებით ღემშვიდობის და გისმენ ყურადღებით. მოგესალმებით, მადლობა და თმობილი დროისათვის. მინდა დღეს ჩვენ მაყურებელს გავაცნო ძალიან საინტერესო და ძალიან მრავალფეროვანი ქალბატონი ანა ყურვა, რომელიც არის Grassworld-ის დამფუძნებელი და დირექტორი და მანამ სანამ ქალბატონი ანა გაგვაცნობს იმას, თუ რას წარმოადგენს ეს კომპანია და როგორია მისი ყოველდღიურობა თუ ასე შემდეგ, რამოდენიმე სიტყვით აღნიშნავ იმას, რომ ეს არის ქალბატონი, რომელიც არის ძალიან განსხვავებული თავის საქმიანობით, არ მხოლოდ საქმიანობით, საკმაოდ მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო და ანას დავუთმობ ამ ყველაფერს თუ რას გვეტყვის ის მის შესახებ და მის საქმიანობის შესახებ. აქვე დავამატებ იმას, რომ ეს კომპანია, რომელიც ანას მფლობელობაშია Grassworld არის საკმაოდ საინტერესო თავის მრავალფეროვნებით, არის ქალბატონისთვის ცოტა განსხვავებული და ყოველთვის ამას აღნიშნავთ ხოლმე, რომ მეტნაკლებად განსხვავებული საქმიანობა არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი, წარმატებული და მოდით მე რომ აღარ შევაწინო მაყურებელს, ანა, გაგვეცანით თქვენი საქმიანობა, თქვენი თავი თან ჩაგეკითხებით. მოგესალმებით, მე ვარ ანა ყურვა, კომპანია Grassworld-ის დამფუძნებელი. მადლობა დათმობილი ეთერისთვის, მადლობა თქვენს, რომ მომეცაი შანსი, რომ ხალხს გავაცნო, თუ რას წარმოადგენს კომპანია Grassworld-ი. ეს არის გაზონის ბალახის მოყვანა, მოვლა პატრონობა, რომელიც მე შემდგომში უნდა გადაირგონ საკუთარი ეზოები იქნება თუ სკვერები იქნება, ასე თუ ისე და იქნება მარადმწვანე, სულ ბიბინა, როგორც თქვენ გენდომებად. სანამ აქამდე მივალთ, იქამდე არის ძალიან ბევრი პროცედურა. ხალხმა ჯერ კიდევ ვერ აითვისა ის, რომ მას ქვია გაზონის ბალახი და არა ბელტი, ეგრეთ წოდებული. არ მიმართავენ იმას, როგორც თვითონ მას ჰქვია. ამისთვის ვცდილობ ყველანაირად, რომ ხალხს ავუხსნა თუ რა არის გაზონი და რა არის ბელტი, არ არის ეს ჩვეულებრივი მინდრის ჭანგა, რომელიც მოგყავს ჩვენ სპეციალურად მისთვის შექმნილი ნიადაგზე, რომელსაც ჯერ ძალიან დიდი პროცესი არის, რომ ნიადაგი დადგეს და შემდგომ მერე დაითესოს, მერე მას სჭირდება ძალიან ბევრი დრო, რესურსი და ენერგია, რომ ეს ბალახი გაიზარდოს, მოვიყვანოთ, მერე მოვჭრათ, გავყიდოთ და ასე შემდეგ. კონკურენტუნარიანი იმიტომ ვარ, რომ მე ვფიქრობ ჩემი აზრით, ამას უკვე ჩემი კომპანიის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ნათლად ჩანს თუ რატო ვარ კონკურენტუნარიანი და ერთადერთი ქალი ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს მოიცავს ტრაქტორზე დაჯდომასაც, გათიბვასაც, ნაგვის გატანასაც და ასე შემდეგ რა ყველაფერს. ძალიან ხარისხს ვაქცევ ყურადღებას, არ შემაქვს პესტიციდები დაბალი ხარისხის, დაბალი ფასის, ყოველთვის შემაქვს მაღალი ხარისხის პესტიციდები, მაღალ ხარისხზე ჭრი შესაბამისად ამ ბალახს რო სხვასთან წავიდეს და გადაირგოს და ასევე კონსულტაციას ვუტარებ სრულიად უსასყიდლოდ, ვისაც დასჭირდება, შეუძლიათ დამირეკოთ და ჩვეულებრივად ვასწავლით თუ როგორ მოუარონ, რა შეიძლება გაკეთდეს და რა შეიძლება მე ყველანაირად დავეხმარები გვერდზე დაუდგები მათ. ბატონო, ანა, ასევე თქვენ გაქვთ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ღირებული და ვფიქრობ, რომ ესეც არის თქვენი წარმატების საიდუმლო და გარანტია საერთაშორისო გამოცდილება. მაყურებელს ესეც რომ შევატყობინოთ, თუ რა გამოცდილებას ყოფ და საიდან მოდის ეს ყველაფერი. 2012 წელს გადავწყვეტა გამხდარიყავი ემიგრანტი და წავედი საზღვარგარეთ შვილთან ერთად და მან დამაინტერესა რა იყო და დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა. ზუსტად ანალოგიური არის ბალახის სამყარო, როგორც Grassworld-ი, ყველა ენაზე ერთი და იგივეა. დავიწყე მანდ მუშაობა და 8 წელი ვიმუშავე, ვისწავლე დეტალურად ყველაფერი ნიადაგის მომზადებიდან ფესვის სტრუქტურამდე და ფოთლის ღეროს დამთავრებამდე როგორ უნდა იყოს და შესაბამისად, როდესაც უკვე მოგვიწია საქართველოში დაბრუნება, მეთქი მოდი ჯერ ბაზარს გამოვიკვლევ, ბაზარი რო შევისწავლე, მერე დავადგინე რომ ხარისხზე მოდიობა, ხარისხზე ვიმუშაოთ თქო და ამ ყველაფერმა 2 წელიწადში უკვე ყველაფერი ვიცოდი რა შეიძლება და გამეკეთებინა და 2 წლის მერე დავაარსე კომპანია და დღეს რავი, ღმერთის წყალობით კარგად მივდივართ წინ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ამ გამოცდილების გაზიარებაც. რას თქოდით იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის ეს Grassworld-ი ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი ხარისხი და ის ყველაფერი რასაც გვთავაზობს, მაგალითად, მომხმარებელმა რატომ უნდა აგერჩიოთ თქვენი კომპანია და არა მაგალითად რომელიმე სხვა. აი მაგალითად გავშლი ახლა ამას. ბალახს როდესაც თესავ, ზოგი არის რომ ზემოთ იშლება ბადე. რომ არ დაიხეს სტრუქტურულად იყოს მჭიდრო და მყარი. შესაბამისად ამას არავინ არ აკეთებს ჩემს მეტი. მხოლოდ მე ვაკეთებ ამ
დათესვის შემდეგ ვშლის ზემოდან ბადეს და შესაბამისად ფესვი აქვს შეკრული. ამიტომ ხარისხზე როცა არის საუბარი, მირჩევნია რომ ხარისხზე ცოტა მეტი დავხარჯო, ვიდრე მხოლოდ სარგებელზე ვიფიქრო. ანუ არ შეიძლება რომ კლიენტს მივყიდი ბალახს სეზონზე მაგალითად მე გავყიდე, დავუფინე სეზონზე, ავიღე ჩემი საფასური და მეორე წელს გაუფუჭდეს. მირჩევნია რომ ერთხელ დახარჯოს გასციოს ხარჯი. და მეორე წელს ექნება მესამესაც, მეოთხესაც და თუ კარგად მოუვლის სამუდამოდ ექნება, არ ექნება არანაირი პრობლემა. თუმცა ახლა ვაპირებთ რომ დავამატოთ კიდე ორი ჯიში, რომელიც საქართველოში კი არა მიმდებარე ტერიტორიაში არავის არ აქვს ქვეყნებში და მაგასაც გაგაგებინებთ. ნიკა, საინტერესო ძალიან. ასევე ყოველთვის მიყვარს ეს კითხვა. რა შემდგომარეობს ეს კითხვა ნახეთ, როდესაც მაყურებელი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნაცნობები ხედავენ წარმატებულ შემდგარ ქალბატონს, რომელიც გამოიყურება ძალიან ლამაზად, ძალიან მიმზიდველად, არავინ არ იცის ხოლმე რა შრომა დგას ამ ყველაფრის მიღმა. ნახოთ მეტნაკლებად რომ გაგვაცნოთ თქვენი ერთი თვის მონახაზი და ერთი თვის მონახაზი დაიღლებით. ესე იგი დილას დგებით 7-ზე უკვე ეს არის კასპის რაიონის სოფელი ოგავი თბილისიდან ჩემი სახლიდან 45 კილომეტრი 50 კილომეტრი უნდა დილას მივქროლდები ჯერ ტექნიკა მზადდება იქ ტაოტი უნდა საბურავია გასაბერი დანებია გასალესი მერე ვიწყებს თიბოას თიბის მერე უნდა მორწყვა მორწყვის მერე ვიტამინი მე თვითონ ვაკეთებ ამ ყველაფერს ანუ ტრაქტორზეც ვჯდები თიბავ წამალით შემოგვთ ერთადერთი მეხმარება ჩემ თანამშრომელი რომ მოიჭრას იმიტომ რომ ძალიან ძიმია ის რითიც იჭრება და ვერ ვახერხებ თუმცა გამიგეთებია ყველაფერი ვასწავლე მე თვითონ საქართველოში როდესაც დავბრუნდი არავინ არ იცოდა ანუ შესაბამისად თანამშრომლებისთვის უნდა მესწავლებინა მე გუნდის წევრებზე რას ვეტყვით გუნდის წევრები მყავს ფანტასტიკური თანამშრომლები სულ რაღაც სამნი ერთი მე ვარ, მეორე ჩემი თანამშრომელი გიგა, მესამე ფანტასტიკური ბუღალტერი და მეოთხე ბროკერი. სულ ეს. თუმცა ყოველდღიურად გვეხმარებიან, მოდიან თვითონ ოკამში თან მაცხოვრებლები მყავს დასაქმებული, დიდი შეკვეთები როცა არის ხოლმე ვეძახი მას. ბროკერი რას აკეთებს ბოდიში? ბროკერი როდი მე რო არ მცალია ფიზიკურად, რო არ წავიდეს აბაჟოზე და ეს ტვირთი, რომელიც მოდის, კიდევ შემოდის მცენარეები მაქვს დამატებული და რაღაცები, ეხა 6 ტრეილერი არის გზაში, რომ პირდაპირ რა მაგარი სპეციფიკა კომპანიას, 3 ადამიანი და ძალიან მაგარი სპეციფიკა მინდა. 9 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ამჯერად და ვცდილობთ, რომ კიდევ გავფართოვდეთ და ავითვისოთ უფრო მეტი ტერიტორია. ძალიან მაგარია, აი კიდე მე მაინტერესებს, ანუ აი საბოლოო ჯამში, აი ესეთი მიმართულებები, ესეთი ბიზნეს საქმიანობები, საბოლოო ჯამში, აი რა ტიპის გამოწვევებთან არის დაკავშირებული დღეს ქვეყანაში, რა წინა ბლოკში ვისაუბრეთ გარკვეულ პრობლემებზე. ხო, აი მე მაინტერესებს თუნდაც იგივე აი საბაჟო ახსენეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ნედლეულის თუნდაც, ხო? პროდუქცია, აი საქართველოს მასშტაბით, აი რა მოცულობის გენერაცია შეგვიძლია გავუკეთოთ პროდუქტს, რომ აი ადგილობრივ ბაზარზევე განავითაროთ ეს პრეფერენციები. იცით რა არის ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან კარგი მასშტაბი აქვს. თუ ხარისხიანად გინდა რომ მოიყვანო, უნდა იცოდე. ძალიან ბევრი არის კონკურენტი ჩემი მაგალითად, მე რამდენადაც ვიცი, 1-30 არიან, ვისაც აქვს ეს ბალახი, თესავენ, მოჰყავთ და შესაბამისად უფრო დაბალ ფასში ყიდიან ვიდრე მე. ჩემი რადგანაც ხარისხიანია, მირჩევნია ამ ფასში გავყიდო, იმიტომ რომ ჩემი შრომა ამად კი არა ამ ფასად კი არა, უფრო მეტად მიღირს, იმიტომ რომ მე ფიზიკურად ვიღლები. მაგრამ ხალხი არის, რომ არ უღირს რა დღეს რო გამოშჭრის, გაგზავნის და დაუფენს, მომავალ წელს ისევე მასთან მიდის ის კლიენტი. იმდეს ანუ არ ფიქრობს, რომ უკეთესი გავაკეთო და ეს კლიენტი არ გავიხადო საჩხუბრად ჩემთანო. მეორე იმას დავამატებ, რომ ხშირად არის ის, რომ აი ქალია და რა ესმის რომ მივდივარ ხოლმე აი ნაწილის საყიდლად რაღაცა არის ტრაქტორს გაუფუჭდა აი რაღაცას გაუფუჭდა ისეთი ნაწილი რომელიც მხოლოდ მამაკაცმა უნდა იცოდეს და არ შეიძლება რომ ქალმა იცოდეს და რომ მივდივარ და რომ ვეკითხები ჯერ ამათვალიერებენ ჩამათვალიერებენ ხო არაფერი მოელანდაო და მეთქი ვეუბნები რომ ეს მინდა ვიცი რომ ქალი ვარ და მესმის რასაც ვლაპარაკობ ყოველთვის ვუკონკრეტებ ხოლმე და რა ვიცი ვცდილობ რომ ზოგ რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო და წაუყრო რა ბევრად მარტივია ამ შემთხვევაში არ უნდა მიაქციოთ პირიქით თქვენი წარმატებით უნდა წახვიდეთ რეალურად აი ესეთი მიმართულებების დინების საწინააღმდეგოდ და ძალიან მიხარია რომ აი ესეთი წარმატების ისტორიებს წერთ ესეთი ფერადი ესეთი საინტერესო და ესეთი აი როგორ გითხრათ აი ენერგიული სტუმარი მე იშვიათად მინახია ბოლო პერიოდში თუმცა ჩვენთან ყველა ენერგიულია და ლამაზია მაგრამ
ანამ სხვანაირი ელფერი შემოიტანა დღევანდელ გადაცემაში. დიდი მადლობა ანა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას. აი ესეთი წარმატების ისტორიების გაცნობით და ვაკო მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები ასევე. ვაკო ყორღანაშვილი, ანა ყურუამი, გადაცემა მონეტიზაციის პირდაპირ ეთერში.